ლიტვა საქართველოს ერთი გული დაიმახსოვრეთ ეს სიტყვა, იმიტომ რომ ახლა მე მატყობინებენ რომ ბოლო 1 საათის განმავლობაში 120,000 ლიტი შეგროვდა. შეგახსენებთ ეს დაახლოებით 400,000 ლარამდეა თანხა. მხოლოდ 1 საათში. ახლა კი ჩინეთი ციური იმპერიის აღორძინებამ ქვეყნის მთავრობამ შანხაიში სავაჭრო გამოფენისათვის 140 მილიონი დოლარი დახარჯა. მის გახსნას 20 ქვეყნის პრეზიდენტი დაესწრო. მონაწილეობა 200-მდე ქვეყანამ მიიღო. აშენდა გრანდიოზული პავილიონები. მომდევნო დღეებში იქ 1,5 მილიონი დამთვალიერებელს ელიან. გახსნის ცერემონიამ კი ოლიმპიადის გახსნა დაჩრდილა. შანხაიში ახლა პოსტსკრიპტუმის კორესპონდენტი გვანცა სუთიძე იმყოფება და ის ახლა მოგვიყვება თუ როგორ უმტკიცებს მსოფლიოს ჩინეთი თავის ძლევამოსილებას. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ქალაქ შანხაიში. ეს სიტყვები დღესა ყველაზე ხშირად ისმოდა, რადგან აქ ოფიციალურად გაიხსნა მსოფლიო გამოფენა ექსპო 2010. სიტყვა გამოფენა ძალიან პირობითია, რადგან ეს არის უზარმაზარ ქალაქ შანხაიში კიდევ ერთი ქალაქი, რომლის აშენებაზე 98 მილიარდი დოლარი დაიხარჯა და 5 წელი ამზადებდნენ ამ დღისთვის. წარმოდგენილია თითქმის ყველა ქვეყანა, განსაკუთრებით შთამბეჭდავია პავილიონები. ამ მხრივ ლიდერია თვითონ ჩინეთი, რომელმაც მართლაც უზარმაზარი პავილიონი წარმოადგინა და რა თქმა უნდა გაგვაკვირვა იაპონიამ და ჩვენ დღეს რობოტის მიერ ჩატარებულ კონცერტსაც კი დავესწარით. დღეს ასევე გაიხსნა საქართველოს პავილიონი, რომელიც ტურიზმის დეპარტამენტმა წარმოგვიდგინა. დღეს უკვე ამ გამოფენას 9 მილიონი ტურისტი ყავდა. ძალიან მიხარია ამ გამოფენაზე რომ მოვხდი. აქ ყველაფერი ულამაზესია, ძალიან ბევრი რამეა სანახავი. ყველას გეპატიჟებით შანხაიში. სიმართლე გითხრათ, არ მქონდა წარმოდგენილი, რომ აი ეს თავიდანვე და გახსნის მომენტშივე ამდენი ხალხი მოვიდოდა. და როგორც თქვენ ნახავთ, აი გარეთ დგას უზარმაზარი რიგი. ჩვენ მოგვიხდა რაღაც ეტაპზე ჩვენ თვითონ დაგვერეგულირებინა ეს რიგი და იმიტომ რომ ძალიან დიდი რაოდენობაა ხალხის და ძალიან ბევრი სამუშაო გვაქვს, იმიტომ რომ ესე გაგრძელდება ალბათ 6 თვის განმავლობაში. გამოფენა მდინარის ორ მხარეს არის გაშენებული და ერთმანეთს ხიდი აკავშირებს. ამიტომ დაახლოებით 1 კვირაა საჭირო იმისთვის, რომ ტურისტებმა ყველაფერი კარგად დაათვალიერონ. რაც შეეხება ექსპო 2010-ის დეტალებს, მომავალ შაბათს პოსტსკრიპტუმში ჩვენ უამრავ სანახაობას გვპირდებით.